მოგესალმებით ჩემო ძირფასებად და ჩემო კარგებად, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციული გაშლა, უნდა მივიღოთ ჩვენ საინტერესო ინფორმაცია. ანუ რა გველოდება ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში და პლუს კიდე მოდის ახლა 14 თებერვალი, ანუ კვირის ბოლოს და ამიტომ აქ ჩვენ ჩავიფიქროთ სურვილი. რაც გაქვთ ახლა გულში, ის ჩავიფიქროთ. ვინც პირველად არის ასეთ გაშლაზე, აქ ჩვენ ვაკეთებთ სამ სფეროზე, ანუ კარიერა, საქმიანობა, ფინანსები და ურთიერთობა, ხო? სიგნიფიკაცია აქ იქნება და პრინციპში აქაც ჩავდებთ ცოტა სიგნიფიკაციას, რომ მაინც თქვენ რო იცოდეთ, რომ ეს არის გაშლა, თქვენთვის და არა, იმიტომ რომ შეიძლება სამივე სფერო რეზონირდება, იმიტომ რომ ახლა პრინციპში ახლა საჯარო გაშლა არის ზოგისთვის როგორც პირადი, ისიც კი ვიცი, ხო? დავიწყოთ, ნახოთ ახლა ჩვენ პირველ რიგში ვისთვის იქნება ეს გაშლა, საერთო ჯამში შეიძლება აქაც იცნოთ თქვენ ახლა სიგნიფიკაციაში, რა ენერგიებში ახლა იმყოფებით. თქვენთვის იყოს ეს რა ენერგიებში ახლა იმყოფებით. რა ენერგიებს უნდა მიაქციოთ ყურადღებოთ თქვენ აი მომდევნო კვირის განმავლობაში, ხო? აი რა იქნება უფრო ისეთი, რაც დაგეხმარებათ, შეიძლება რამე თქვათ მითითებები მივიღოთ აქედან, ხო? რა შემოდის, რა ენერგიები შემოდის. და ნახოთ ახლა დაგეს აქ დავდა ჩვენ. სურვილი, ჩავიფიქროთ ახლა სურვილი, რა სურვილიც გინდათ რომ მოხდეს აი ამ კვირაში, ხო? ნახოთ. აი ასე გავაკეთეთ. აი იყოს ერთი და მე რითო დამჭირდება, მე დავდებ კიდე, ხო, დამატებთ. იყოს აი ესე. მაინც ლამაზი. всё. ეხლა გადავდივარ ჩვენ სფეროებზე. ანუ ავიღებ ხა როგორ იცით რომ ანუ რა მიდის, ხო? ჩვენ გვიყვარს ეს რუბრიკა. და ამ კვირაში რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რა უნდა წავიდეს, უკვე რაც აღარ მუშაობს თქვენთვის და რა მოდის, ნახოთ, რაც ეხლა დაგეხმარებათ, ხო? ეს შემდეგი ფინანსებზეც იგივე. ავიღოთ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, რაც უკვე არ მუშაობს, რაც უკვე უნდა დარჩეს წარსულში, რა მიდის ფინანსებში და ნახოთ რა შემოდის, რაც გაგეხარდებათ, რა თქმა უნდა ჩვენ უყურებთ ასეთი თვალსაზრისით, იმიტომ რომ განწყობა უნდა გქონდეს და ურთიერთობაზეც ეს დასტა რამდენი ხანი არ ამიღია, ეგა ძალიან ისეთი ეროტიულია და ნახოთ იმედია ხა როგორც მან არ ამიცის ხოლმე ხო გამოხდომები ჩვენ ახლა რაღაცა მოითხოვა ამან დღე ეს არ ვიცი რა უნდა გითხრეს ასეთი სასწაული, ხო? ანუ აქაც ნახეთ რა მიდის, რა სიტუაციები მიდის და რა გაგეხარდებათ ძალიან. რა გაგეხარდებათ ძალიან. ვინმე აქ ნახეთ როგორი ლამაზი არის ექვსიანი თასების, რა აქ როგორი მონატრება არის, რა როგორი, ანუ აქ ადამიანს თუ დაუშვათ თქვენ მანძილზე ყავთ ადამიანი, ან ჩამოსვლა უნდა, ან უზომოდ ენატრებით უკვე, აი იმ დონეზე რომ რა გითხრათ, რა შეიძლება даже ეს მონატრებული ადამიანი შეიძლება ჩამოვიდეს თქვენთან. იმიტომ რომ ისეთი არკანები რომ აქ ნამდვილად ადამიანს აქ უდიდესი მონატრება, აქ არის რაღაცა ის სულიერი მონატრება, даже უფრო ვეთყოდი მე ასე რა. კარგი, დავიწყოთ ახლა ჩვენ. პირველ რიგში ვნახოთ ახლა ენერგიები, ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა. აი ნახეთ რა. ჩვენი ძვირფასი. ნახეთ ახლა რა ხდება. აქ შეიძლება თუ ბიჭები მიყურებენ, შეიძლება თქვენ გაქვთ რაღაცა ჩაკეტილობა სიყვარულის თემაში სხვათა შორის და ან ფიქრობთ თქვენ იმაზე, რომ აი მინდა რომ შევიყვარო ვინმე, მინდა რომ სიყვარული მოვიდეს. შეიძლება აი ბიჭებზე ორი წუთით კიდე ვეტყვი, რომ შეიძლება არის სიტუაცია, როცა თქვენ არ იცით საერთოდ ხა ადამიანს ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ რა, იმიტომ რომ რაღაც შეჩერებულია. კიდე არის როგორი თემა. აქ არის ყავთ თქვენ სივრცეში ადამიანი გოგოებო, ვისთანაც ახლა არის პაუზა, მაგრამ აქ არის სიყვარული. აქ არის მომენტი, როცა ორივე სული ერთმანეთთან მაინც
მის სწრაფება, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ შეიძლება მენტალის დონეზე, მაგრამ ჯერჯერობით ასე რომ ვთქვათ, ეხლა თქვენი მეფე არ მოქმედებს. კიდე შეიძლება იყოს სიგნიფიკაცია იმათთვის, რომ შეიძლება მინდა შევიყვარო ვიღაცა, მინდა შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით აი ეს ნამდვილი იმპერატორი არ არის, მაგრამ შეიძლება თქვენ აკეთებთ მედიტაციებს მაგისთვის ან პრაქტიკებს, რომელიც ახლა თქვენ აი თქვენი ნამდვილად შესაფერისი ადამიანი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში რა. შეიძლება ეგ მომენტიც იყოს ვინმესთვის. კარგით, თუ იცანით, ახლა თქვენი სიგნიფიკაცია, ვნახოთ ისე რა ენერგიებზე ვიქნებით. აჰა. შეხედეთ, სხვათა შორის საინტერესოა. ნახეთ როგორი მომენტი არის. პენტაკლების 7-იანი. აი აქ შემიძლია გითხრა, რომ უმრავლესობისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის რაღაცა ჰარმონია. თქვენ დიდი ხანი გინდოდათ რაღაცებს აკეთებდეთ მაგისთვის, ელოდებოდით, აი რაღაც ისეთ როგორ აი სიმშვიდე, სიწყნარე, ისეთი მომენტი, როცა ვთქვათ, სხვათა შორის კიდე შეიძლება ვთქვა, რომ რაღაცა სურვილი, რომელსაც თქვენ დიდი ხანი ელოდებოდეთ, ეგაც შეიძლება მოხდეს. თუ დაუშვოთ თქვენ ელოდებოდეთ დიდ ხანს, ანუ რასაც ველოდებოდე დიდი ხანი, ის მალე მოხდება. გამიგეთ? ახალი პარტნიორი თუ იყო, თუ შეიძლება პაუზა თუ იყო, გამოსვლა იქნება დიდი ხნის პაუზიდან. იმიტომ რომ აქ ქმედება მაგი, ეს ყოველთვის რაღაცა უნდა ვიმოქმედო. კიდე შეიძლება მაინც პენტაკლების 7-იანი, ანუ მე ველოდები რაღაცა ფინანსებს, ხო? მეხუთე ჯვარი არის, ეს შემოსწავლებისთვის, პლუს კიდე მაგი, აქ შეიძლება ვიღაცა მართლა დაიწყებს რაღაცის სწავლას, ხო? რასაც აი თქვათ, გადადებული მქონდა, ხო? დიდი ხანია მენდოდა, შეიძლება ფულს ელოდებოდეთ, თქვათ მაგისთვის, ან რაღაცას ელოდებოდეთ კიდე რამე თქვათ, ისეთ მცოდნას, რომელიც გჭირდებოდა, მაგალითად, ახლა ჩვენ ვიწყებთ ახლა ზუსტად ამ კვირის ბოლოს, ვიწყებთ ტრენინგს ფულზე, რომელსაც მართლა ძალიან ბევრი ელოდებოდა და დიდი ხანი მქონდა გადადებული, სურვილების ასრულების მერე, ტრენინგის მერე უნდოდათ, ვიცი რომ ძალიან ბევრს უნდოდათ, აი ახლა უკვე თქვენ ნამდვილად აქ გაგეხარდებათ, ნახეთ, აი გამეხარდა, რომ ამდენი ხანი ველოდებოდე და გამეხარდა, რომ აი ახლა რაღაცას ისეც გავიგებ, რომ ნამდვილად რაც მე დამეხმარება რა. აი ძალიან ისეთი არკანები. так, სურვილი ჩვენ ვნახოთ უკვე ბოლოში, ხო? ჯერ გადავედეთ, ესე იგი ჩვენ სფეროებზე, ესე იგი ამ კვირაში რა უნდა წავიდეს თქვენი აი ნახეთ, რა უნდა წავიდეს. თუ დაუშვათ თქვენთან იყო სიტუაცია. და ეს ახლა ნახეთ, ვეთყვი მომენტებს, რომ აი თქვენ თუ რაღაცას ელოდებოდეთ დაუშვათ და არ მოდიოდა. ანუ სიტუაცია ისეთი იყო, შეიძლება სამსახური დაკარგეთ, ხო? ან დიდი ხანი ველოდები, როდის მოვა ეს სამსახური, თქვათ, როდის ვნახავ სამსახურს, მე როგორიც მინდა, ხო? შეიძლება აქ даже არ გამიკვირდება, რომ ზოგი ახლა დიდი ხანი ელოდება რაღაც სამსახურს იმისათვის, რომ თქვათ, რა თქმა უნდა, რისთვის, ხო, პენტაკლები ახლა ფულის გჭირდებათ, ხო, ეტყობა. კიდე აქ მიდის თქვენიდან აი ზუსტად ეს სიტუაცია დაპაუზებული. შეიძლება თქვენ მოლოდინში იყავით, აი დაუშვოთ კლიენტების, აი შეხედეთ, დაუშვოთ მუშაობთ, აქ შეიძლება მაღაზიაში მუშაობთ, ყველასთან მიდიან ამდენი კლიენტები, ხო, თქვენ ზიხარ და არაფერი ძვრა არ არის, თქვათ, ხო? შეიძლება მუშაობთ თქვენ ვინმესთან, თქვათ, ახლა ისედაც ახლა დამხმარე პროფესიის ადამიანი ბრძანდებით და დაუშვოთ ახლა აქაც რა კლიენტები სხვასთან მიდიან, ჩემთან არ მოდიან დაუშვოთ, ხო? რაღაცა აი ნაკადი. თითქოს აი ისეთი მდგომარეობა რომ იყო, რომ აი რა ვიცი, კი, შეიძლება ვიღაცა მოვა შეგეხმიანება, ან მაგალითად მაღაზიაში შემოვიდა და აათვალიერა ყველაფერი, მოეწონა კი ბატონო, მაგრამ თქვენს რომ არა, იქ წავალთ დაუშვოთ სხვა მაღაზიაში გასულან და თქვენ აი სულ ამ მოლოდინში იყავით, როდეს გამოვალ, როდეს დასრულდება ეგ სიტუაცია, რომ ნამდვილად უკვე რა არ მოვიფიქრე უკვე, რას არ ვაკეთებ უკვე იმისთვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ მაინც იყო ასეთი გაჩერებული სიტუაცია, რომელიც მართლა გულს გთქენდათ, მაგრამ რა არის, აქ თქვენ მაინც იმედს არ ტოვებდეთ, მაინც იცოდეთ, რომ აი ეს პრაქტიკები რა, აი სურვილების ასრულების ტრენინგზე რო ვაკეთებდეთ ჩვენ, ხო გახსოვთ მე რო გეუბნებოდი თქვენ, რომ ჯერ შენ როცა დათესავ, გამოთხრი ხოლმე და უყურებ იმ თესლებს, რომ
მოვიდნენ თუ არა. მე ველოდები. აი რაღაცა მოლოდინი მაინც გქონდათ, მოთმინება, როგორც აი სხვადასხვა მომისმენია, რაღაც ერთი ჭკვიანი ადამიანისგან არ მახსოვს ასტროლოგი იყო თუ ვინ, რომ აი ამ წელიწადში მოიგებს ის ადამიანი, ვისაც იქნება რისკის უნარი და ვისაც იქნება მოთმინების უნარი. მაგრამ აქ ადამიანი დიდი ხანი მაინც ახლა ელოდება რაღაცას, მაგრამ აი უყურებს როგორ უკვე აი მჯერა, აქ რაღაცა მჯერავს, რომ მე გამოვალ აქედან და მართლა გამოვდი ხართ ამ სიტუაციიდან და ვნახოთ ახლა, ახლა ხართ ასეთ სიტუაციაში, თუ იცანით თქვენი იქნება კი. აი ზუსტად ნახეთ როგორი სიტუაცია არის. აქ შეიცვლება თქვენი სიტუაცია ყველა ვარიანტში. აქაც ნახეთ ორიანი თასების, ანუ ახალი გაცნობა, ახალი სამსახური, ხო? ახალი თქვათ შეიძლება შეცვლით თქვენ რაღაცას, თქვათ ახალი პროექტი, ახალი კლიენტები დაუშვოთ, ხო? ახალი სწავლა თუ დაუშვოთ თქვენ აი აქ ფიქრობდით, მე რაღაცას ახალს გავიგებ, თუნდაც აი დაუშვოთ ახლა ფულზე, სიტყვაზე, ხო? ორიანი პენტაკლების, რომ აი როგორ შემიძლია ვმართო მე კიდე, ანუ აქ რაღაც ახალს მივიღებ რა. იმიტომ რომ უკვე თითქოს თან ეს ორიანი თასების ეს როცა მე მომწონს ის რასაც მე ვაკეთებ, ეს ან მე მოვიპოვო ის რაც მე მომწონს, რაც მე მჭირდება, რაც მე მინდა, რაც მე მიზიდავს რა და ეს შეიძლება ზოგი აქ ახლა ან დაიწყებს ახალ რამეს, თქვათ, როგორც გითხარით პროექტს და მაგრამ აქ პირველი ნაბიჯი რაღაცა შეიძლება სამსახურიც თუ ელოდებოდით თქვენ, აქ გამოგიძახებენ თქვენ და აუცილებლად თქვენ აქ ამ სამსახურს მიიღებთ, თუნდაც შეიძლება თქვათ ეჭვი გაქვთ, ხო, დაუშვოთ, მაგრამ თქვენ დაანახებთ ალბათ თქვენს შესაძლებლობებს და ამიტომ უეჭველი შეთავაზება იქნება თქვენს კენ რომ აი შენ გჭირდები ჩვენ რა, იმიტომ რომ აი გეუბნებით რაღაცა სიახლე არის ძალიან მომწონს მე ეს სიახლე და დამატებაც რა ვიცი რა დავამატო აქ. ხო, იცვლება სიტუაცია, კი ბატონო, სიტუაცია რომელიც იყო ჩაკეტილი და სადაც იყო ეს გულის ტკენა, ეს ყველაფერი მიდის, აი ეს დასრულდება რაღაცა ლოდინი, დასრულდება რაღაცა ესეთი უიღბლობა, დასრულდება ის უიმედობა, დასრულდება ის, რაც ანუ შეიცვლება სიტუაცია, სრულიად შეიცვლება, რა თქმა უნდა, აგვაჩვენოს თქვენ სასარგებლოდ, კი. რაღაცას ანუ მიიღეთ ხო ან თუ სამსახური იყო, თუ წინსვლა, თუ დაუშვოთ ახლა ფულს თუ ელოდებოდეთ, დაუშვოთ თქვენი ქმედებიდან, ხო, ვიღაცას დაეხმარებით და კი ბატონო, მაგაზე ანაზღაურებას მიიღებთ. ყველა ვარიანტში ხალხი თქვენსკენ წამოვლენ, ნახეთ, ბრუნდებიან თითქოს ეს ხალხი, აქ ნახეთ, მეხუთე ენერგიაში, ხო, აქ ხალხი მიდიოდა სადღაც, აქ თითქოს გიბრუნდებიან ეს ადამიანები და ნამდვილად ბევრი სამუშაო როიცოდეთ გექნებათ. კი, ბევრი სამუშაო, რომ შეიძლება ჭამის დროც არ გქონდეს რა, იმდენი სამუშაო გელოდება თქვენ ამ კვირაში რომ იცოდეთ რა, მაგრამ აქ არის არკანი, რომ კი ვმუშაობ ბევრს, მაგრამ ანაზღაურება ძალიან კარგი მაქვს. Так, ვნახოთ ფინანსები, ხო რა მიდის, ფინანსური მდგომარეობა თქვენი როგორი, იგივე სიტუაცია შემიძლია გითხრათ, აი ზუსტად თქვენ ახლა პრინციპში აქ შემიძლია თქვა რა. მე ვერ ვეტყვი, რომ აქ არის ადამიანი, ვისთვის არის ახლა ეს სიტუაცია, რომ თქვენ არ ახართ ისეთი აქ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად თქვათ ახლა სუნთლად უფულოთ ხართ, მაგრამ სულ გიწევთ რაღაცა ბრძოლა. სულ იმისთვის რომ თქვენ იყოთ იმ დონეზე, აი შეიძლება კონკურენცია, მე არ მიყვარს საერთოდ, მაგრამ ეგ სიტყვა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ კონკურენცია არ არსებობს, მაგრამ მაინც ზოგი შეიძლება თვლის, რომ კი ბატონო, ჩემნაირი პროფესიონალი კიდე ვიღაცა არის და მე უნდა ვაჯობ რა. ამიტომ აქ თითქოს აი შეიძლება კლიენტებზე ბრძოლა, აქედან გამომდინარე არ გამიკვირდება, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ მიჩვეული ხართ იმას, რომ თქვენ სულ გაქვთ დაუშვოთ ფული, ანუ კარგად ხართ ყოველ შემთხვევაში და მაგრამ ეხლა რაღაცა სიტუაციები მოხდა, შეიძლება უცბად დაგჭირდეთ ვიღაცისთვის, თქვათ ახლა გაცემა, ან ვიღაცას სესხეთ და არ ჩაგასესხა, კი, თავიდან ახლა შეიძლება იმ ადამიანს მიეცით ფული და დაუშვოთ მიმართეთ და ისეთი პასუხი მიიღეთ, რომ სულ ჯობდა რომ ვაფშე არ
გამომერთვე, ამიტომ საერთოდ ჯობია თუ გინდათ ფული ასესხოთ ვინმეს, ის თანხა ასესხეთ და იმდენი ფული ასესხეთ, რომ თქვენ დაუშვათ დარწმუნებული ხართ, რომ თუ ადამიანი თქვენ არ დაგებრუნებს, თქვენ ახლა ნამდვილად თქვენ ბიუჯეტზე, თქვენს ჯიბეზე ეგ არანაირად არ მოქმედებს საგან გაშვათ. ეს ვაფშე ძალიან მაგარი რაღაცა. ხო და აი აქ ეგეთი სიტუაცია, რომ თქვენ აქ რაღაცას ცდილობდით მაქსიმალურად შეიძლება უბრალოდ ახლა არც აჩვენებდით არავის, რომ თქვა დაუშვათ თქვენ ხართ ასე დღეში, რომ თქვენ გიწევთ ბრძოლა იმისათვის, რომ თქვენი თავი ასე ამოვნოთ, შეიძლება თქვენი ახლობლები ასე ამოვნოთ, იმიტომ რომ აქ პრინციპში უნდა იყოთ სტაბილურად, მაგრამ არის რაღაც ესეთი პერიოდები ზოგჯერ, როცა ადამიანს, ახლა მე მილიონერებსაც ვიცნობ და მილიარდერებსაც კი, ვისაც ახლა ფული სიტყვაზე ყველანაირი ბიზნესში უდევს, მაგრამ რაღაცა რო ჭირდება, ზოგჯერ უთქვიათ, რომ აი არ დაიჯერებ და ფული არ მაქვს ახლა ამ წუთში. არის ეგეთი მომენტები რა, თქვათ, აი საქმეში ჩავდე ყველაფერი და ასე შემდეგ რა. ეგ არ არის არაფერი აქ გასაკვირი და არც საგან გაშვა. ნახოთ რა მოდის. აჰა, აბა რას გვაჩვენებს. შეხედეთ რა, გეუბნებით. ნახეთ, 2 ტუზე. ანუ ეს პერიოდი დასრულდება. აი რაღაცა პერიოდი დასრულდება, ბოლოს და ბოლოს თქვენ ნამდვილად გამოდიხარ სიტუაციაში, შეიძლება კიდე ნახოთ აქ რა ხდება. შეიძლება იყო პერიოდი აქ როგორი კიდე ვისთვის იქნება ეს სიტუაცია, თქვა ფული შემოგივიდა და როგორც შემოგივიდა, ისე აი უცბად რაღაცა დაგჭირდეთ და უცბად მოგიწია თქვა გაცემა. ანუ მიდიოდა თქვა აი როცა ეს სწორედ თუ ვიტყვი ქართულად რა რომ აქცევ რა ენერგიას, აქცევ ამ ფულის ენერგიას, რომ მოვიდა წავიდა. აი აქ ეს სიტუაცია უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაცას მიხვდებით რა, ანუ ხვდებით უკვე, რომ ნამდვილად ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა გქონდეს. ახლა სხვათა შორის აი მე მაგაზეც პრაქტიკას მივსცემ და ძალიან ერთ საკრალურ პრაქტიკას მივსცემ კიდე რომელსაც ფლობდნენ, იქნება ჩვენ ეს როგორც პრაქტიკა, როგორც მედიტაცია, აი მაღალი დონის კურუმები და დედოფლები რა, ანუ ეს არის საერთოდ ძალიან საკრალური პრაქტიკა და აი მაგასაც მივცემ აუცილებლად ჩემს ტრენინგზე, იმიტომ რომ ის ძალიან მაგრა იმოქმედებს. აი ეგრევე ადამიანი რაღაცა ცვლილება წავა მის ცხოვრებაში, ფინანსებს რაც ეხება, ჩვენ ფინანსებზე ვისაუბრებთ, ხო? აქაც შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად რაღაცა გადაწყვეტილება მივიღე, მორჩე, მე უკვე ასეთ ყვილა უბრალოდ ფულს აღარ დავხარჯავ რა. შეიძლება თქვენ გადახედავთ სიტუაციას, რომ თქვათ, რატო უნდა ვიყიდო ის, რაც მე თქვა ამ წუთში არ მინდა. შეიძლება მაღაზიაშიც რო შედიხარ დაუშვოთ და აი უაზრთ ახლა რა არის, იცი, იმიტომ არის რომ თქვათ ახლა პროდუქტებზე რამეზე ან კარგი არის ძალიან თქვა დიზაინი, მიმზიდველი, სულაც არ იცი რა დევს ახლა შიგნით, ხო, ერთხელ ასე ვიყიდი ნაყინი. ისეთი ულამაზესი იყო და ისეთი უცხო რაღაცა, მეთქი აუცილებლად, მე მიყვარს საერთოდ ეგეთი უცხო რამეების ყიდვა, რომ უნდა ვიცოდე რა არის. აი საერთოდ სახში რო გავხსენი, გადავაგდე, იმიტომ რომ არავინ არ ჭამა, იმდენად რაღაცა უგემური იყო, მაგრამ თვითონ ისი მომიზიდა, ხო ხდებით? ამიტომ შეიძლება თქვენ დაუშვათ ახლა შეცვლით რაღაცა მომენტს და იტყვით რომ არა, არ მინდა ნამდვილად, მე ახლა აღარ დავხარჯავ ტყილა უბრალოდ ფულს, იმიტომ რომ ბევრჯერ ვხარჯავდით ტყილა უბრალოდ და ეს ფული აი მიდიოდა, ჯობია ერთი ვიყიდო ხარისხიანი, ვიდრე თქვა 15 უხარისხო. აი ესეთი მომენტი არის, აქ ძალიან კარგი სხვათა შორის და იმიტომ რომ დასრულდება რაღაცა სიტუაცია და კი. და რაც შემოვა ფული, თქვენ აი ნახეთ 3 ტუზი, ხო? რაც შემოვა ფული თქვენთან, თქვენ უკვე მაგას გააზრებულად დახარჯავთ. აქაც ნახეთ, ახლა მტრედი არის და პირში პენტაკლი უდეს ამასაც, ხო? ანუ ესე იგი სიყვარულით, ხო? ანუ კი, მე ახლა აქ ფულიც შემოგივათ ნამდვილად და კიდე აქ იქნება როგორი სიტუაცია. იცით, თუ აი აქ თქვენ რაღაცას შეცვლით აზროვნებასაც ფულზე სხვათა შორის
და მიხვდებით, რომ ფული არ არის აუცილებელი, რომ აი ასეთი რთული გზით შემოვიდეს. არა, არსებობს კიდე გზები, როგორ შემოვიდეს ფული. მე არ ვიძახე აქ რამე თქვა აღლიტობაზე ან სისულელებზე, არავითარ შემთხვევაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ნუ არსებობს რაღაცა კიდე გზებს გაიგებს, სადაც შეიძლება ფული მოვიდეს. ნუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როცა მე გულით ვაკეთებ ჩემს საქმეს, ხო? როცა მე ის რაც მიყვარს, მე მინდა რომ თქვა გავუზიარო სხვებს. აქ შეიძლება მიიღო, ნუ შეიძლება კი არა, აქ თქვენთან წამოვა როგორი ფული, იცი, მადლიერების ფინანსი წამოვა, აი, დავიმსახურე, როგორ იცით, აი, სიყვარულით ვემსახურებოდი და ამიტომ აქ ნაკადი რაღაცნაირი სხვანაირი იქნება. გაიგეთ, რომ აი, თითქოს მადლიერებით მოდის თქვენთან ფული, ანუ, იმიტომ რომ აქ უკვე ნუ სამი ტუზი რაღაც სად არის პენტაკლების დარჩა ტუზი მარტო, ხო? რომ ისე რა ქვია, გვაჩვენებენ იმას, რომ აქ ადამიანი შრომობს, მაგრამ რასაც აკეთებს ძალიან დიდი სიყვარული და ამიტომ სამყარო რა არის ფული. მე ხო ბევრჯერ მithქვამს, რომ ფული ეს არის, რასაც აი ფორტუნა, ხო? რასაც ჩვენ გვაძლევს თვითონ სამყარო, ხო ხდებით, რომ ანუ დიდი სიყვარულს ვაძლევ და სიყვარულით შემოდის თქვენთან ფული. კი, აქ ახალი ნაკადით, აი, აგერ არის სამყარო, ველოდებოდე ამას. სამყარო თქვენ ეხლა მოგცემს იმას, რაც თქვენ დაიმსახურეთ. თქვენ ბევრს მუშაობდით, მაგრამ მუშაობდით და აკეთებდით. აი აქ უეჭველი იმას, ვისაც თავისი საქმე უყვარს, ვინც ემსახურება გულით, ნამდვილად თქვენ მოგივათ ეს თანხები ძალიან ადვილი. აქ თითქოს შეგისმინათ სამყარომ და შენ ნამდვილად აი აქ სხვათა შორის ნახეთ, მე რო გეუბნებით ხოლმე ფულის თემა და ურთიერთობის თემა ძალიან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ენერგია არის იქ კიდე ისე რა ქვია, თითქმის ერთი და იგივე, ნუ იქ უფრო სექსუალური თემა და ისა რა ქვია, ფულის ენერგია, მაგრამ აი იმიტომ აქ რომ აჩვენეს, შემიძლია თქვა, რომ ვიღაცასთან არა მხოლოდ თქვა სიტუაცია იმის მიუხედავად, რომ ფულზე არის ლაპარაკი, ხო და ვიცი რომ თქვენ ახლა რაც დაიმსახურეთ ის წამოვა თქვენთან, მაგრამ აქ შეიძლება თქვენი სურვილიც ასრულდება თუ დაუშვით даже აი თქვენ რაღაცას იცვლით თქვენში და ამ ენერგიაზე გიბრუნდება თქვენი პარტნიორი. შეიძლება ვისთანაც вообще გქონდეთ გაჩერებული ურთიერთობა. იცვლით ენერგიას, იცვლება ის. იმიტომ ვიძახე, რომ ძალიან ხშირად სხვათა შორის არის ესეთი რამე, რომ აი თქვათ მიდიხარ ტრენინგზე, რომ გინდა თქვათ ფინანსებზე გაიგო რაღაცები, ხო? მაგრამ ამ დროს იცვლება შენი პირადი ურთიერთობაც. საუკეთესოდ გაიგეთ რა ხდება. შენთვის საუკეთესოდ. თუნდაც, ნახეთ, ეგეც დაიმახსოვრეთ. ეს შეიძლება დაუშვათ ზოგისთვის, თქვათ, აი წასვლა, ხო? ჩვენ ხო გვეშინიათ რაღაცა, რომ აი არ წავედეს, იმიტომ რომ მიყვარს, მაგრამ ზოგს აქ ძალიან გაუსაძლისი შეიძლება სიტუაცია, შეიძლება სიყვარულიც არის, მაგრამ ნუ ძალიან უკვე რა ვიცი. არც იქით, არც აქეთ და თუ ეს ადამიანი მიდის, თქვენც უკვე არ აგაქვთ შიში, იმიტომ რომ თქვენ თვითონ მყარად დგებით ფეხზე, ხშირ შემთხვევაში სხვათა შორის ქალებს მით უფრო ეშინიათ წასვლა მამაკაცებისგან, იმიტომ რომ ვერ დგანან კარგად მყარად ფეხზე. და ანუ მე თუ წავალ, ხა ბავშვები მყავს, თქვა შვილები მყავს, რაღაც არ უმუშაობ, მე რა ვქნა, რა გავაკეთო. ან არა მაქვს ესეთი შემოსავალი, რომელიც აი თქვა როგორც ჩემს ქმარს აქვს. ნუ რაღაც აი ეგეთი თემები და ამიტომ თქვენ რო ენერგიებს ასწორებთ, მე აქ სიტუაციაც გამოსწორდება ყველა ვარიანტში. რა ეს შემიძლია გითხრათ რა, ხო? და კიდე ტრენინგები რითი არის კარგი, იცით, მე უამრავი მაქვს დამთავრებული და სულ დავდება რაღაცა ტრენინგებზე, რატო? იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც იცის რაღაცა, ხო? იმან გაიარა ბევრი რამე. მიხვდეთ, ბევრი რაღაცა ისწავლა მაგ ადამიანმა თვითონ და ანუ უფრო იაფი გიჯდება შენ, თქვათ, წასვლა, აღება იმ ადამიანისგან ცოდნა, ვიდრე შენ თვითონ მისი გზა გამოიარო, იმიტომ რომ ჩვენ რო უყურებ ადამიანებს, ვის ძალიან წარმატებულები გონია, რომ არიგა და მაგას ეგრევე ფული მოდის, ხეზე იზრდება, ხო? მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენი რამე აქ გამოვლილი ამ ადამიანს, მაგრამ როცა მივდივართ იმ ადამიანთან და ვსწავლობ, ის ადამიანი უკვე ჩვენ გვაძლევს შედეგს. და გეუბნება სქემას. ეს. всё. და იცის რომ ეს შედეგი უკვე იქნება და უფრო რამდენი ეკონომიას აკეთებ შენ, რამდენი წლები შენ უკვე მერე
გეძლევა რომ შენ შეგიძლია რომ იცხოვრო კარგად და ბედნიერად და ასე შემდეგ. ამიტომ გაითვალისწინეთ. თუ გიზიდავთ თქვენ ადამიანი, თუ გჯერათ იმ ადამიანის თქვა და გინდათ რომ იმისი ცოდნა აიღო, არ დაგენანოთ ფული თქვენი ცოდნისთვის, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ფულის ჩადება არის თქვენ ცოდნაში. თქვენ გეცოდინებათ და აუცილებლად მერე თქვენს თავსაც დაეხმარებით და სხვებსაც, რა თქმა უნდა რა. აი ეს გაითვალისწინეთ რა. ურთიერთობაში რა ხდება, მე დედა ცოტა უნდა დავამალო, დაბამამალო. კაი. ეხლა აქ ნახეთ რა ხდება. მერტო ჩემო. აქ არის როგორც წყვილზე საუბარი წავა ეხლა. არსებობს აქ ჩვენი შეიძლება ეს მეფე, ხო, მეფე კი არა ეს იმპერატორი, ხო? ნახეთ რა სიტუაცია. ვიღაცისთვის იქნება ეს ინფორმაცია. აი იმენა რომ ვიღაცისთვის ნახეთ, თქვენ პარტნიორი თუ ეხლა არის სიტუაციაში, როცა არაფერს არ აკეთებს. იცოდეთ, ეს ადამიანი ძალიან გითვალთვალებს. ეს ადამიანი არის უკვე ზღვარზე. ეს ადამიანი არის უკვე რაღაც სასწაულზე. იმიტომ რომ უკვე წერს და რაღაცებს და უნდა გამოჩენა, მაგრამ ვერ არაკეთებს, მაგრამ აი უკვე იმ დონეზე მისული ეს ადამიანი რომ ვერ აგიღწევთ. იმიტომ რომ შეიძლება მოხდეთ თქვენ შორის რაღაცა ისეთი საუბარი, რომ თქვენ დაშორდეთ ერთმანეთს, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, ყველაფრის მიუხედავად, თქვენ გადეხართ ახლა რაღაცა გაკვეთილებს თქვენ ცხოვრებაში, აქ ახლა თუ არ არის რამე ახლა ცვლილება და არის შეჩერებული სიტუაცია, მაგრამ თქვენ აქ გრძნობთ, რომ ეს ადამიანი ჩემია. აქ ძალიან დიდი შემიძლია თქვა არის მიჯაჭვულება, აქ არის ძალიან აქ ადამიანი გენატრება თქვენს გინდათ, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი არაფერს არ აკეთებს, არაფერს არ ცვლის, მაგრამ თქვენ ეს ადამიანი გიყვარს, მაგრამ იმ ადამიანსაც დამიჯერეთ ეგეთი სიტუაცია, რომ ისე ძალიან დიდ განცდებში არის, იმიტომ რომ ორივენი გრძნობთ, რომ თქვენ ერთმანეთისთვის რაღაცა მნიშვნელოვანი წყვილი ხართ, მაგრამ თუ რამე არ ხდება, ეს არაფერს არ ნიშნავს, რომ იცოდეთ თქვენ ეს არის რაღაცა გაკვეთილებს გადეხართ თქვენ, რომ აი ასე დაგაშოროს თქვენ მაღალმა ძალებმა იმისათვის, რომ რაღაცა უნდა გაგეკოთ რა. და რა იქნება, ვნახოთ ახლა ჩვენ. ნუ აქ შემიძლია გითხრათ, იქ შეიძლება იყოს როგორი მომენტი რა. ნუ რო იტყვიან, რომ ვერ გაექცევა, აქ ასეთი ქალისგან კაცი როგორ გაექცევა, აქ დაჟე შეიძლება როგორი თემა იყოს, იცით? Так, პირველ რიგში გოგოები შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ არეაქტიუროთ არავითარ შემთხვევაში აქ. აი ახლა არანაირი მიწერები თქვენგან ეხლა არ უნდა იყოს და რატომ? იმიტომ რომ აქ მართლა შეიძლება ადამიანი უკვე აი ნამეტანი ბევრი არ იყოს რა. ყურადღება თქვენგან, იმიტომ რომ რაც უფრო თქვენ აჩვენებთ თქვენს არადამოკიდებულებას, მით უფრო კარგი იქნება. დამიჯერეთ, იმიტომ რომ აი ეხლა თქვათ, მოდი მე მივლოცო პირველი, მოდი მე რაღაცა გავაკეთო, არა. თვითონ იმ ადამიანმა უნდა გააკეთოს. და ყველა ვარიანტში. თქვენ უნდა დაიჭიროთ პაუზა. თქვენ აქ ადამიანი გააკეთებს არჩევანს. კი. აქ თვითონ ადამიანი გააკეთებს არჩევანს. აქ თუ 3 კუთხედი, 15 კუთხედი, არავითარ, ნუ რა ვიცი, რაც არის, აქ ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. აქ თქვენი პარტნიორი არის ახლა გაკვეთილში. და ამიტომ ახლა დაგხმალების მეფე ბოლოს და ბოლოს ის გააკეთებს თვითონ არჩევანს. აქ სიყვარული გააკეთებინებს მაგას არჩევანს. თქვენ უნდა იყოს ჩუმად თვითონ მიეცეთ ამ ადამიანს საშუალება, რომ კი, მაგან უნდა იმოქმედოს. აი, მან უნდა იმოქმედოს, თქვენ არა. და ქმედება უნდა იყოს ყველა ვარიანტი. კი, ქმედება იქნება. ნუ ეხლა ვნახოთ ჩვენ სურვილი, ხო, რაც ჩაიფიქრეთ, თუ აგესრულდებათ.
ნუ ეხლა პრინციპში შემიძლია გითხრათ 1,000,000%-ით კი, იმიტომ რომ აქ არის იმპერატრიცა. აქ დაჟე დამატება არაფრის არ მჭირდება. რაც თქვენ ჩაიფიქროთ, ყველა ვარიანტში იქნება ისე, როგორც თქვენ გინდათ.